გამარჯობათ, მე სოფო ვარ, მოგესალმებით სისტემ დიზაინის სეზონის მეორე ეპიზოდით შეკვეთებისა და შეტყობინებების იგივე ნოტიფიკაციების სისტემა. დღეს დავუფარავთ აპლიკაციის დიზაინს, სადაც შესაძლებელია შეკვეთების განთავსება და შემდეგ ამ შეკვეთების სტატუსის ცოცხალ რეჟიმში მიღება. სანამ გადავალთ განხილვაზე, არ დაგაგვიზეს გამოიწერო ჩემი გვერდი, რომ შემდეგი ეპიზოდების ნახვაც დადებისთანავე შეძლო. ეპიზოდებს ვდებ კვირაში ერთხელ და პირველ სეზონში იგეგმება 5 მაგალითის განხილვა junior scope-ისთვის, შემდეგ იგივე მაგალითების განხილვა middle scope-ისთვის 5 ეპიზოდი და შემდეგ იგივე 5 მაგალითის განხილვა senior scope-ისთვის. იმედია საინტერესო იქნება, ახლა კი დავიწყოთ დღევანდელი ეპიზოდი. როგორც თქვით, განვიხილავთ შეტყობინებებისა და შეკვეთების სისტემას junior scope-ისთვის. ვილაპარაკოთ, რას დავფარავთ დღეს. პირველ რიგში, როგორც chat აპლიკაციის ეპიზოდში აღვნიშნეთ, მთავარი არის განსაზღვროთ რა მოთხოვნები დგას ინჟინერის წინაშე. ხშირად უშვებს ინჟინერის შეცდომას, რომ მოთხოვნების გარეშე იწყებს პირდაპირ იმპლემენტაცია. ეს ტექნიკურ შეცდომაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი შეცდომაა, რადგან ბიზნესი ზარალობს საბოლოო ჯამში, თუ ინჟინერი რაღაც დროს ხარჯავს არასწორი დიზაინით აპლიკაციის შექმნაზე და შემდეგ უწევს ამის გადაკეთება. ამის შემდეგ დავფარავთ ზოგად არქიტექტურას, შემდეგ განვიხილავთ შეკვეთის სიცოცხლის გზას, შეკვეთის განთავსებიდან მომხმარებლისთვის მიწოდებამდე, ასევე განვიხილავთ მონაცემთა მოდელს, ანუ ის ცხრილები, რაც ბაზაში დაგჭირდება და შეტყობინებების, ანუ ნოტიფიკაციის მიწოდება როგორ ხდება. პირველი შევთანხმდეთ ფუნქციონალურ მოთხოვნებზე. დღეს ავარჩიე ფუნქციონალური მოთხოვნები, რომელიც დაძლევადია junior scope-ისთვის და ეს არის ის მინიმუმი, რითაც აპლიკაცია იფუნქციონირებს. პირველი არის მომხმარებელს შეეძლოს განათავსოს შეკვეთა, შემდეგ შეეძლოს შეკვეთის სტატუსის შემოწმება ცოცხალ რეჟიმში და მიიღოს შეტყობინებები, როცა სტატუსი იცვლება. და შემდეგ შეეძლოს ნახოს შეკვეთების ისტორია. შემდეგი არის არაფუნქციური ტექნიკური მოთხოვნები. უნდა იყოს დაბალი დაყოვნება, ანუ შეტყობინებები უნდა მივიდეს წამებში. შემდეგ მინიმუმ 1 მიწოდება, ეს არის at least one delivery, ანუ ტერმინია, ცნებაა, ესეც ასე ვთქვათ, რომელიც ნიშნავს, რომ ყველა შეტყობინება აუცილებლად უნდა მივიდეს მომხმარებლამდე და თუ დეფექტი უნდა კონდეს, საერთოდ არ გაგზავნოს, ჯობია რომ ორჯერ გაიგზავნოს. შემდეგი არის ხელმისაწვდომობა, შეკვეთის განთავსება შესაძლებელი უნდა იყოს 24/7-ზე. ნებისმიერ დროს ამ ფუნქციონალის გათიშვა დაუშვებელია ჩვენი აპლიკაციის წარმატებით ფუნქციონირებისთვის. საიმედოობა არის შემდეგი, ეს ნიშნავს, რომ შეკვეთა არ უნდა დაიკარგოს. მას შემდეგ, რაც მომხმარებელს დაუდასტურდება და მოხდება თანხის ჩამოჭრა, შეკვეთა არ შეიძლება რომ გაქრეს. შევეხოთ ზოგად არქიტექტურას. რა თქმა უნდა, ამ მაგალითის განხილვისთვისაც გვჭირდება კლიენტი, ეს იქნება მობილური ან ვები, API gateway, რომელიც ნებაყოფლობითი ბლოკია და თუ ამ ცნებასთან დაკავშირებით მეტი გინდათ გაიგოთ, უყურეთ ჩემს, ასე ვთქვათ, დამხმარე ვიდეოს 20 საბაზისო ცნება სისტემ დიზაინისთვის, junior scope. შემდეგი არის შეკვეთების სერვისი, ნოტიფიკაციების სერვისი და მონაცემთა ბაზა. საწყის ეტაპზე ერთი სერვერი უნდა იყოს ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი და დამასშტაბება არ არის ჩვენს წინაშე ამოცანა, იმიტომ რომ დამასშტაბება მოითხოვს middle და senior გამოცდილებას. და დაფარული იქნება შესაბამის ეპიზოდებში. ახლა შევხედოთ შეკვეთის სიცოცხლის ციკლს. ყველა შეკვეთა გადის ამ ციკლს. ესე იგი, შეკვეთას შეიძლება ქონდეს ეს სტატუსები. პირველი არის განთავსებული, მაშინ როცა მომხმარებელი დააფიქსირებს შეკვეთას, ეს შეკვეთა ხდება განთავსებული. მას შემდეგ რაც შემოწმდება სისტემაში, რომ ეს პროდუქტი ხელმისაწვდომია, შეკვეთის სტატუსი ხდება დადასტურებული confirmed. შემდეგ იწყება შეკვეთის მომზადების ეტაპი და მისი სტატუსიც ხდება მზადებაში მყოფი. შემდეგი არის უკვე როცა გამზადდება და არის მზად და ბოლო არის ჩაბარებული, ანუ delivered. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ეგზავნებოდეს ნოტიფიკაცია, ანუ შეტყობინება სტატუსის ყველა ცვლილებაზე. ასევე მინდა აქვე ვთქვა, რომ ნოტიფიკაციას და შეტყობინებას ვხმარობ ორივეს კონტექსტში, იმიტომ რომ მხოლოდ შეტყობინება რა ვთქვა ქართულ ენაში, შეტყობინება სამწუხაროდ მესიჯის თარგმანითაც გამოიყენება, ამიტომ მიწევს, რომ ინგლისური ტერმინი გამოვიყენო. ახლა მოდი შევხედოთ მონაცემთა მოდელს. ამჯერად ბაზაში 3 ცხრილის აგება დაგჭირდება და ეს 3 ცხრილი საკმარისი იქნება ჩვენი ამ ამოცანის გადასაჭრელად. ეს იქნება მომხმარებლების, შეკვეთების და ნოტიფიკაციების ცხრილები.
არ ჩავუღრმავდები ახლა მონაცემთა ბაზის რელაციების ახსნას, მაგრამ ერთი რასაც მინდა რომ მიაქციოთ ყურადღება არის idempotency key. idempotency-ის გასაღები, რომელიც ალბათ უკვე ნაცნობი ტერმინია ჩვენთვის იმედია, იმიტომ რომ ეს იმას ნიშნავს, რომ ნანახი გაქვთ ჩემი წინა ვიდეო და ასევე დამხმარე ვიდეო, სადაც დაწვრილებით არის ახსნილი რა არის idempotency-ა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი ცნება დიზაინ სისტემაში. ამაზე უფრო დაწვრილებით რამდენიმე წამში ან წუთში ვილაპარაკებთ. ახლა მიმოვიხილოთ შეტყობინებების ტიპები და ისიც აღვნიშნოთ რა დროს რომელი გამოიყენება. გვაქვს სამი ტიპი, ერთი არის push notification, რომელიც შეიძლება არც იცოდით ასე რა ქვია, მაგრამ დარწმუნებული ვარ ყველას გინახავთ და გისარგებლიათ. ეს არის როცა მობილურზე მოგდით ძალდატანებული შეტყობინება, თქვენს ეკრანზე ამონაცდება, რომ ვიღაცამ თქვათ მოგწერათ, ან კურიერი უკვე ახლოს არის და ასე შემდეგ. ამ ტიპის ნოტიფიკაციას ახასიათებს მომენტალური მიწოდება. ამისთვის საჭიროა რომ მომხმარებელს ჰქონდეს ის აპლიკაცია, რომლიდანაც მოდის ეს ძალდატანებული ნოტიფიკაცია და ეს არის საუკეთესო გზა შეტყობინებების ცოცხალ რეჟიმში მისაღებად. შემდეგი არის L-post-it. ეს კარგი საშუალებაა და ხშირად გამოიყენება, მაგრამ უფრო სპეციფიკური ჭრილის ნოტიფიკაციებისთვის, როგორიც არის მაგალითად Quittris მიწოდება, invoice-ის გაგზავნა, ან საბოლოოდ როცა შეკვეთა დასრულდება და მიწოდება მოხდება, იმის დასადასტურებლად, რომ შეკვეთა დასრულდა და იქ ყველა დეტალი აღწერილია და შეჯამებულია მთელი შეკვეთა მომხმარებლისთვის. და ამას აქვს უფრო ჩანაწერის დატვირთვა, ვიდრე ცოცხალ რეჟიმში შეტყობინების მიღების. შემდეგი არის SMS-ი. ამას არ ჭირდება ინტერნეტი და ძირითადად მაგ შემთხვევაშიც გამოიყენება, როცა ბიზნესს შეგნებულად უნდა ისეთი არხი შეტყობინებების გაგზავნის, რომელსაც ინტერნეტი არ ჭირდება. ახლა განვიხილოთ ნოტიფიკაციის ტიპი ცალ-ცალკე, ცოტა დაწვრილებით და დავიწყოთ push notification-ით. ესე იგი, არსებობს FCM და APN gateway-ები. FCN-ი არის Android-ისთვის, push notification-ის პროვაიდერი და APN-ი არის Apple-ისთვის. აბრევიატურაა და ამასაც ნიშნავს Apple Push Notification Service. ნებისმიერი სერვისი უკავშირდება ამ gateway და ეს gateway უკვე შეტყობინებას ამისამართებს მომხმარებლის მოწყობილობამდე. მოწყობილობის რეგისტრაცია არის პირველი ეტაპი, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ შემდეგ აპლიკაცია მისარგებლოს push notification-ით. როცა მომხმარებელი აინსტალირებს აპლიკაციას, მაგ დროსვე ხდება ეს რეგისტრაცია FCM-ზეც და APN-ზეც, იმის დამიხედვით Android-ია თუ iOS-ი და მას ენიჭება მოწყობილობის თოკენი. ეს თოკენი ინახება თოკენების საჩსავში, სერვერი ინახავს ამ მოწყობილობის თოკენს user ID-სთან ერთად და სწორედ ამაზე დაყრდნობით იცის, რომელი ნოტიფიკაცია, რომელ მოწყობილობაზე უნდა გაიგზავნოს. შემდეგი ეტაპი არის უკვე push notification-ის გაგზავნა და შენი სერვერი აგზავნის შეტყობინებას შიგთავსით, ანუ შიგთავსში შედის სათაური, ტექსტი და ასევე რაღაც თანდართული მონაცემები, data, ასე ვთქვათ, რაც აქვს. და ამას თანდართული აქვს მოწყობილობის თოკენი და ამით ხდება ავტორიზაცია და სწორ მოწყობილობაზე ამისამართებს gateway. და შემდეგი არის უკვე თვითონ ნოტიფიკაციის მიწოდება და ოპერაციული სისტემა ამ ნოტიფიკაციას აჩვენებს, მაშინაც კი თუ ეს კონკრეტული აპლიკაცია დახურული გაქვს. აი მაგალითად თუ Facebook-ი დახურული გაქვს, მაინც მოგივა რომ ვიღაცამ დაგიკომენტარა. ერთადერთი როცა არ მოდის არის რომ თვითონ მოწყობილობა არის offline და ამ შემთხვევაში FCM-ი ან APN-ი მას რიგში ამატებს და მოგვიანებით როცა online გახდება მოწყობილობა, მაშინ აჩვენებს. შემდეგი არის post-it შეტყობინება, ეს არის ყველაზე სანდო ხერხი, მაგრამ ასევე ყველაზე ნელი. აქ ამ შემთხვევაში სერვისი ესაუბრება email-ი მწოდებელს და არსებობს SM-ტიპი relay, რომელსაც გადააქვს მეილი შენი მოწყობილობიდან ან ლოკალური სერვერიდან უკვე mail სერვერზე, რომ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე მიიტანოს. სერვერი იძახებს email მიმწოდებლის API-ს და მას აწვდის იმღებს სათაურს და ტანს, რაც უნდა იყოს ამ შეტყობინებაში. დააკვირდით, რომ ამ შემთხვევაში HTML-ი შეიძლება იყოს ტანი. ეს მიმწოდებელია შემდეგ პასუხისმგებელი SM-ტიპი მიწოდებაზე. SM-ტიპი აქ არ ავხსნი რა არის, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ email-ებისთვის არის იგივე, რაც HTTP ზოგადად web-ისთვის.
ასევე ეს არის პასუხისმგებელი ხელახთა ცდაზე, ანუ თუ წარუმატებლად გაიგზავნა, რომ retry გააკეთოს და ასევე bounce tracking-ზე, bounce tracking-ი არის თუ არ მივიდა მეილი დანიშნულების ადგილზე რაღაც მიზეზით, რომ თქვათ არ არსებობს ადრესატი, უკან მოდის შეტყობინება, რომ არ გაიგზავნა. Post-it შეტყობინება, როდის გამოიყენება, არის სპეციფიკური შემთხვევები, როგორც უკვე აღვნიშნე და მთავარი საყურადღებო ფაქტორები აქ არის, რომ შეიძლება მივიდეს spam-ში. Შემდეგი არის SMS შეტყობინება. ამას ძირითადად მაშინ რჩევენ, როცა მოთხოვნა პროდუქტისგან და ბიზნესისგან, რომ ისეთი არხი იყოს არჩეული, რომელსაც ინტერნეტი არ ჭირდება. ნებისმიერი სერვისი ამყარებს კავშირს SMS მიმწოდებელთან და შემდეგ მობილური ოპერატორის ქსელის მეშვეობით მიდის შეტყობინება მომხმარებლამდე. ეს გამოიყენება ძირითადად მიღებული პრაქტიკა, რომ ვერიფიკაციის კოდების გაგზავნა ხდება. ამას აქვს ასევე დაცულობის ასპექტიც, რომ თუ მაგალითად ერთი რაღაც ჰაკერმა გაგიტეხა და წვდომა აქვს, სხვა არხითაც მოგივიდეს ვერიფიკაციის კოდი, მობილური ყველაზე ესე ვთქვათ სანდო მოწყობილობაა. მაინც და მობილური არხით ითვლება შედარებით სანდოდ, ამიტომ ხშირად ირჩევენ ამას ვერიფიკაციის კოდების გასაგზავნად. ამას აქვს რა თქმა უნდა ლიმიტაციებიც, იმას რომ თავი დავანებოთ, რომ ფასიანია. სიმბოლოების რაოდენობა შეზღუდულია, მხოლოდ ტექსტური შეტყობინებები შეგიძლია გააგზავნო, აქ წეღან რო გაუსვიხაზი რა HTML-ი შეიძლება email-ში, აქ მხოლოდ ტექსტური შეიძლება და მიწოდება არ არის გარანტირებული, იმიტომ რომ დიდწილად ხარ დამოკიდებული თვითონ მობილური ოპერატორის ქსელის გამართულ მუშაობაზე. არხების შედარება რომ გავაკეთოთ, სისწრაფეში push notification რა თქმა უნდა ლიდერობს, მაგრამ SMS-იც წამებში ხდება, email-ი ხანდახან რამდენიმე წუთიც სჭირდება. ღირებულების მხრივ push notification უფასოა, email-საც რაღაც ფასი აქვს, თან ეს ფასი ანგარიშდება თითო გაგზავნილ email-ზე და ასევე SMS-ის ფასიც ანგარიშდება თითო გაგზავნილ message-ზე. შემდეგ ჭირდება თუ არა აპლიკაცია, push notification ჭირდება, email-ს და SMS-ს არ ჭირდება. ჭირდება თუ არა ინტერნეტი, push notification ჭირდება, email-ს ჭირდება, მაგრამ უკვე ძველი notification-ების სანახავად არ გჭირდება ინტერნეტი, offline-ად შეიძლება შეგიძლია ნახვა, მაგალითად invoice-ის შემოწმება თუ გინდა და SMS-საც არ ჭირდება ინტერნეტი. შეტყობინების შიგთავსი push notification-ს ლიმიტირებულია გზომიდან გამომდინარე. email-ს ყველაზე მოქნილი შესაძლებლობები აქვს და SMS-იც ძალიან ლიმიტირებულია მხოლოდ ტექსტური შეტყობინებით მაქსიმუმ 160 სიმბოლო. საიმედოობის მხრივ push notification-ში საშუალო საიმედოობა აქვს, იმიტომ რომ სამწუხაროდ მაინც ხდება ხოლმე მისი დაკარგვა, 100%-იანი წარმატების დონე არ აქვს ხოლმე პრაქტიკაში. email-ს მაღალი აქვს საიმედოობა და SMS-საც საშუალო. როდის რომელი გამოიყენება push notification უდაო ლიდერია ცოცხალ რეჟიმში მისაღებად შეტყობინებების, email-ი როგორც უფრო ქვითრების და ჩანაწერებისთვის არის და SMS-ი უფრო კრიტიკულ შემთხვევებში იგზავნება. ახლა როგორ იგზავნება უშუალოდ შეტყობინება ჩვენს კონკრეტულ სცენარში. შეკვეთის სტატუსი როცა შეიცვლება, შეტყობინებების სერვისი push email და SMS მიმტოდებლებს ატყობინებს და მათი დახმარებით აგზავნის notification-ს მომხმარებელთან. შეკვეთების სერვისი ანახლებს შეკვეთის სტატუსს მონაცემთა ბაზაში, შემდეგ შეკვეთების სერვისი ქმნის შეტყობინების ჩანაწერსაც, რომელსაც აქვს სტატუსი მომლოდინე და შემდეგ notification-ების სერვისი იღებს ამ მომლოდინე notification-ს და აგზავნის შესაფერისი შეტყობინების არხის მეშვეობით, რომელიც წინასწარ განსაზღვრული ლოგიკა არის. ანუ მან იცის, რომელი ტიპის შეტყობინება, რომელი არხით უნდა გააგზავნოს. და ამ ოპერაციის დასრულების შემდეგ ის ცვლის შეტყობინების სტატუსს უკვე გაგზავნილზე. ან წარუმატებელზე და ხელმისაწვდომს ხდის, რომ retry გაკეთდეს, ანუ რომ ხელახლა სცადოს გაგზავნა. როგორია შეკვეთის სრული გზა, მაშინ როცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. მომხმარებელი ათავსებს შეკვეთას, ანუ კლიენტი, აპლიკაცია აგზავნის post requests, post მოთხოვნას შეკვეთის დეტალებთან ერთად. შეკვეთა ინახება მონაცემთა ბაზაში, შეკვეთა პირველად იქმნება სტატუსით placed, ანუ განთავსებული. ასევე იქმნება notification-ც. სისტემა ამოწმებს ხელმისაწვდომობას და თუ დადასტურდა, რომ ხელმისაწვდომია, მაშინ ამ შეკვეთის სტატუსი ხდება confirm და შეტყობინება იგზავნება. შემდეგ უკვე შეკვეთის მომზადება იწყება და სტატუსი ხდება preparing, ანუ მზადების პროცესში. მომხმარებელი იღებს ამის შესახებ შეტყობინებას.
შემდეგი არის უკვე რომ შეკვეთა გამზადდა და მიწოდებულია. სტატუსი ხდება ready და შემდეგ delivered, ანუ მზად და შემდეგ მიწოდებული და საბოლოო შეტყობინება push notification-ით იგზავნება. ელფოსტაზეც შესაძლებელია რომ თქვა ქვითარი გადავაგზავნოთ, როგორც შეკვეთის დასრულების მანიშნებელი. ახლა ნახოთ როგორ იქცევა ჩვენი აპლიკაცია, როცა გაუთვალისწინებელი რამე ხდება. ერთ-ერთი გაუთვალისწინებელი შეიძლება იყოს, რომ შეკვეთაში მოთხოვილი ნივთი ან სერვისი არ არის ხელმისაწვდომი. ამიტომ არის აუცილებელი, რომ შემოწმდეს ხელმისაწვდომობა და შეკვეთის დადასტურებამდე, ანუ მანამ სანამ confirmed სტატუსი გახდება. და თუ არ არის ხელმისაწვდომი, ამ შეკვეთის სტატუსი უნდა გახდეს cancelled და უნდა შევატყობინოთ მომხმარებელს ისევ შეტყობინების არხით. შემდეგი გაუთვალისწინებელი შემთხვევა შეიძლება იყოს ნოტიფიკაციის გაგზავნა თუ წარუმატებელია, ანუ დაფეილდა. ეს ნოტიფიკაცია აუცილებლად უნდა აღინიშნოს როგორც წარუმატებელი და exponential back-off-ით შემდეგ კიდევ უნდა სცადოს სამჯერ არის კარგი მიღებული პრაქტიკა. exponential back-off-ის შესახებ თუ არ გაგიგიათ აქამდე, შეგიძლიათ ნახოთ ჩემი დამხმარე ვიდეო 20 საბაზისო ცნება system design-დან junior scope-ისთვის. და იქ არის ახსნილი სხვა საინტერესო ცნებებთან ერთად. შემდეგი გაუთვალისწინებელი რაც შეიძლება მოხდეს არის რომ შეკვეთის დუპლიკატი მოხდეს. ანუ არ ვიცი, კლიენტმა გაჭედოს ან time-out-ი მოხდეს რაღაც request-ის და ერთის მაგივრად რამდენიმე მოთხოვნა გაიგზავნოს სერვერზე. ამიტომ არის მნიშვნელოვანი idempotency key-ის გამოყენება. აქ მოდი ავხსნათ უკვე რა არის ეს idempotency key და როგორ ხდება მისი იმპლემენტაცია. კლიენტი აგენერირებს keys, ანუ გასაღებს და თუ ასეთი გაუთვალისწინებელი რამე მოხდა და კლიენტმა გააგზავნა სერვერზე ერთზე მეტჯერ, სერვერი უკვე ადარებს idempotency keys არსებული მოთხოვნების გასაღებებთან და თუ ესეთი უკვე არსებობს, აღარ ქმნის ახალს. არამედ ოპერირებას იწყებს უკვე არსებულ მსგავსი გასაღების მქონე შეკვეთაზე. ეს არის იმის გარანტია, რომ ერთ და იგივე შეკვეთა რამდენჯერმე არ ჩაიწერება ბაზაში და არ დაიწყება ოპერირება მასზე. და ბოლო ასეთი არის, როცა მომხმარებელი აუქმებს შეკვეთას, გაუქმება, რა თქმა უნდა, შესაძლებელი უნდა იყოს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა შეკვეთის სტატუსი არის placed ან confirmed. თუ უკვე preparing არის, გაუქმება არ უნდა იყოს შესაძლებელი. ახლა მოდი განვიხილოთ თვითონ შეტყობინების სერვისი როგორ იღებს ინფორმაციას. პირველი მიდგომა არის პირდაპირი გამოძახება და junior scope-ისთვის ეს სრულიად საკმარისია. პირდაპირ გამოძახებაში იგულისხმება, რომ შეკვეთების სერვისი მას შემდეგ რაც შეკვეთის სტატუსს განაახლებს, იძახებს ნოტიფიკაციების სერვისს პირდაპირ და შემდეგ უკვე ნოტიფიკაციის სერვისმა იცის რა ოპერაციები უნდა ჩაატაროს იმისთვის, რომ მომხმარებლამდე მიიტანოს ნოტიფიკაცია. მეორე მიდგომა არის ბაზის polling-ი, ეს არის როცა შეტყობინებების სერვისს აქვს წინასწარ დაგეგმილი რაღაც ჯობი, ანუ დავალება, რომელიც რაღაც პერიოდულობით ავტომატურად სრულდება და ბაზიდან კითხულობს იმ ინფორმაციას, რაც აინტერესებს. ამ კონკრეტულ ჯობს კი აინტერესებს ისეთი ჩანაწერები ნოტიფიკაციების ბაზიდან, რომელსაც სტატუსი აქვს pending. და მესამე მიდგომა არის უკვე event driven, ანუ შეკვეთების სისტემა აქვეყნებს მოვლენას, ანუ events და შეტყობინებების სერვისს გამოწერილი აქვს, ანუ subscriber-ია ამ event-ის და მომენტალურად იღებს შეტყობინებას მაშინ, როცა ეს event-ი ხდება. ამის შესაძლებლად საჭიროა Kafka ან Rabbit message queue და ეს ყველაფერი განხილული იქნება middle და senior scope-ებში. Junior scope-ში კი ვირჩევთ პირველ მიდგომას. ჩვენ უკვე დავფარეთ ყველა კომპონენტი ნაწილ-ნაწილ. ახლა კი მოდი შევხედოთ, როგორ გამოიყურება ეს ერთ მთლიანობაში. გვაქვს ესე იგი client კომპონენტი, რომელიც არის მობილური ან ვები, ის ელაპარაკება API gateways, რომელიც პასუხისმგებელია ავტორიზაციაზე, rate limiting-ზე, JW token-ის ვალიდაციაზე. ამ ყველა სამივე ცნებაზე უფრო მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ ჩემს დამხმარე ვიდეოში 20 საბაზისო ცნება system design-ისთვის junior scope. API gateways გავლით კომუნიკაცია ხდება შეკვეთების სერვისთან. შეკვეთების სერვისი თავისუფლად ელაპარაკება ბაზას. ბაზაში მოდიფიკაციებს უკეთებს შეკვეთების და შეტყობინებების ცხრილებს. ასევე ის ელაპარაკება შეტყობინებების სერვისს, რომელიც კითხულობს pending ნოტიფიკაციებს ბაზიდან, შემდეგ ირჩევს კომუნიკაციის არხს, აგზავნის პროვაიდერის გავლით და ანახლებს ამ ნოტიფიკაციის სტატუსს ბაზაში როგორც გაგზავნილი.
თვითონ ეს შეტყობინებების მიმწოდებელზე ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ, როგორ ფუნქციონირებს და მას მიაქვს შეტყობინება უკვე დანიშნულების ადგილზე, ანუ ბრუნდება უკან კლიენტის მოწყობილობაზე. ჩემი აზრით, საკმაოდ სოლიდური დიზაინი გამოვიდა Junior Scope-ისთვის. დარწმუნებული ვარ, წარმატებულ გასაუბრებად ჩაითვლება ასეთ დეტალებში განხილული დიზაინი. მადლობა, რომ დარჩი ბოლომდე. შემდეგი ეპიზოდი იქნება e-commerce სისტემა, ასევე Junior Scope. მანამდე კი გამოიწერე ჩემი არხი, რომ დადებული ვიდეო მომენტალურად ნახო. დროებით წარმატებები.